გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩემს YouTube არხზე. ახალ დაუბრუნდი სახლში და ვიფიქრე, რომ გადავიღებდი ახალ ვიდეოს ისევ საახალწლო თემატიკით, რადგან Vlogmas-ის გაკეთება მინდა, მოკლედ ძირითადად ვცდილობ, რომ დეკემბრის თვეში მაინც საახალწლო თემატიკის ვიდეოები შემოგთავაზოთ და ამ კვირისთვის ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა გამიზიარებინა თქვენთვის ჩემი საახალწლო საჩუქრების სია. დიდი ხანია მსგავს ვიდეოებს თვალს ვადევნებ TikTok-ზე და YouTube-ზე და მინდოდა ჩემი ვერსია გამეზიარებინა თქვენთვის. ეს იქნება ჩემი gift guide საახალწლოდ. რა თქმა უნდა, ყოველთვის საჩუქრის არჩევისას აუცილებელია რომ გავითვალისწინოთ რა უყვარს და მისი გემოვნების შესაბამისად შევარჩიოთ. ასევე რა თქმა უნდა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რეალურად ღირებულება სამნივთის, მთავარია რომ გულით იყოს ნაჩუქარი და გულით იყოს შერჩეული და მაქსიმალურად შევეცადოთ რომ გავახაროთ ადამიანი, რომელსაც ვჩუქნით ამ საჩუქარს. ჩემთვის ახალი წელი რაღაც განსაკუთრებული პერიოდია, იმიტომ რომ 25 დეკემბერს თან დაბადების დღე მაქვს და მაგათ უფრო მეტ საჩუქარს ვიღებ ხოლმე შესაბამისად. ბევრი რაღაცის შუქება შეიძლება განსაკუთრებით ქალბატონებისთვის და ამ შემთხვევაში ეს ვიდეო იქნება სწორედ ქალბატონების სასაჩუქრე იდეებისთვის მიძღვნილი. თუ საინტერესო იქნება შემიძლია შემდეგ უკვე სხვა თემატიკებზეც გადავიდე. მამაკაცებისთვისაც შეგვიძლია რაღაც იდეების მოფიქრება. ამ შემთხვევაში ჩემი სასაჩუქრე სია მოკლედ ბევრ სხვადასხვა კატეგორიას ეხება. ძირითადი ნაწილი არის ისეთი ნივთები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიწეროთ და ლინკები აუცილებლად იქნება აღწერაში მითითებული. თუმცა რა თქმა უნდა, ვარიაციები შეგიძლიათ ნახოთ საქართველოში არსებულ მაღაზიებში. როგორც გითხარით, ბევრი სხვადასხვა კატეგორიის ნივთები მაქვს ჩემს სიაში და ბევრი სხვადასხვა ფასის, თუმცა შევეცდები მაქსიმალურად რომ დავაჯგუფო შედარებით ბიუჯეტური ნივთები და შედარებით უფრო ძვირიანი და განსაკუთრებული მნიშვნელობის ნივთები. დავიწყოთ ბიუჯეტურით და გაგიზიარებთ რამდენიმე ვარიანტს, რომელიც ძალიან გამიხარდებოდა რომ მიმეღო საჩუქრად. თუ ჩემს ვიდეოებს უყურებთ დიდი ხანია, ალბათ იცით როგორ მიყვარს სტუმრების მიღება და ეგრეთ წოდებული hosting-ი, ანუ ფართის მოწყობა, სუფრების გაშლა, მომზადება კერძების და ასე შემდეგ. თუ თქვენი ადრესატი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს მსგავსი რაღაცები და სახლის, ასე ვთქვათ, დეკორაციები, ჭურჭელი, საჭმლის მოსამზადებელი ნივთები და ასე შემდეგ, რამდენიმე ვარიანტს გაგიზიარებთ, რომლებიც ჩემს სიაში ჩავწერე, იმიტომ რომ მე თვითონაც ვაპირებ შეძენას და ძალიან გამიხარდებოდა როგორც საჩუქარი ასევე. ერთ-ერთი მათგანი არის ესეთი ჭიქა. ზოგადად არ ვიცი რატომ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ესე, მაგრამ რაც ამ სახლში გადმოვედით, ყველა შამპანურის ჭიქა, რომელიც მქონდა და ყველა კოქტეილის ჭიქა გამიტყდა. ერთადერთი რაც შემომჩა არის ღვინის ჭიქები. და დიდი ხანია მოკეთ ვუტრიალებ და ვეძებ შესაბამის და ყველაზე ლამაზ კოქტეილის და შამპანურის ჭიქას. ზოგადად შამპანურის გრძელი ჭიქები დიდად არ მიყვარს და ბევრად უფრო მეტად მომწონს ეგრეთ წოდებული კუპე ფორმის შამპანურის ჭიქები, რომლებიც ასევე გამოგადგებათ როგორც კოქტეილის ჭიქებიც. და სუპერში ერთ-ერთი ვიზიტისას მოაჩინე ესეთი ჭიქები, რომელზეც იყო თან განსაკუთრებული ფასდაკლება და ძალიან მომეწონა თვითონ ვიზუალურად და ასევე ხარისხითაც. ძალიან მიყვარს ზოგადად წვრილ ფეხზე ჭიქები, თხელი ჭიქები, რომელიც განსაკუთრებით ელეგანტური არის მგონია სუფრასთან და ძალიან მიყვარს ესეთი ჭიქებიდან გემრიელი კოქტეილების დალევაც. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ნივთი, რომელიც მგონია რომ ყველა ადამიანს გაუხარდება, ვისაც უყვარს სტუმრების მიღება, ვისაც უყვარს კოქტეილების მომზადება, dinner party-ის მოწყობა და ასე შემდეგ. ამ თემატიკაში და სახლის ნივთებით რომ გავაგრძელო, შემდეგი ნივთი, რომელიც შედარებით საინტერესოა, საქართველოში არც მინახავს, არის candle warmer-ი, ანუ სანთლის გამეთბობელი. რა თქმა უნდა, ეს ეხება ძირითადად სურნელოვან სანთლებს, რომელიც მაგალითად პირველ Vlogmas-ის ვიდეოში განახეთ. ჩემთვის ყველაზე საყვარელი
ბრენდი, ესე ვთქვათ, სურნელოვანი სანთლების არის Bath and Body Works, განსაკუთრებით საახალწლო პერიოდში, იმიტომ რომ ყველაზე საახალწლო სურნელები მაინც სწორედ ამ ბრენდს აქვს ხოლმე, რომელიც ასევე ძალიან მკვეთრი და არომატულია და ბევრი სხვადასხვანაირი ვარიანტი არის, საიდანაც შეგიძლიათ აირჩიოთ. ამ სანთლის გამოთმობელთან ერთად შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, თქვენი გემოვნებით არჩეული სანთელიც ჩადოთ, ესე ვთქვათ, სასაჩუქრ ყუთში. ზოგადად სანთლების ფასები მერყეობს ხოლმე 10-დან 25 დოლარამდე, გააჩნია ასევე ზომასაც, თუმცა Bath and Body Works აქვს ძალიან ხშირად ძალიან კარგი ფასდაკლებები, განსაკუთრებით საახალწლო პერიოდში, ამიტომ აუცილებლად ადევნეთ თვალი მათ საიტს. მე პირადად ძირითადად ყოველთვის ფასდაკლების დროს ვიწერ ხოლმე, 10 დოლარი ერთი სანთლისთვის ნამდვილად არ არის ძვირი თუ იმას გავითვალისწინებთ, რამდენად დიდხანს გეყოფათ და როგორი კარგი სურნელი აქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოში ჩამოტანისთვის დაგჭირდებათ გადამზიდი კომპანია. ძალიან მიყვარს სპა თემატიკის და თავის მოვლის თემატიკის საჩუქრები. ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც განვიხილავდი, არის აბრეშუმის ბალიშის პირი. ზოგადად თმისთვის ძალიან სასარგებლო არის ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული თეთრეული. აბრეშუმი განსაკუთრებით ძალიან კარგია იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ცოტა ფრიზი აფუცული თმა, უხეში თმა თუ გაქვთ ამ შემთხვევაში. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო და ლამაზი არის და ბევრად უფრო განსაკუთრებულად გაგრძნობინებთ თავს ჩვეულებრივი საღამოების შემთხვევაშიც კი. ასევე საჩუქრის იდეად შეგიძლიათ გამოიყენოთ თვალის ასახვევი ნიღაბი, რომელიც ძილის დროს გამოიყენება. მე პირადად ვერ მძინავს თუ ბოლომდე, ესე ვთქვათ, გახშული არ არის განათება ჩემს ოთახში და ვისაც არ გაქვთ ძალიან სქელი ფარდები, ამ შემთხვევაში ესეთი თვალის ნიღაბი არის მისწრება. ბევრნაირი მქონია სტანდარტული, ესე ვთქვათ, თვალის ნიღაბები, რომლებიც იყიდება ხოლმე მაგალითად მინისოში ან მანამოში ან მსგავს მაღაზიებში. თუმცა ეს კონკრეტული მოდელი, რომელიც Amazon-ზე ვიპოვე, არის განსაკუთრებული, იმიტომ რომ აქვს ეგრეთ წოდებული blackout ფუნქცია, ანუ ისე ერგება თქვენს თვალს, რომ არანაირი სინათლე არ შემოდის. შესაბამისად, ძალიან კომფორტული არის, კარგი და ღრმა ძილისთვის. ამასთან ერთად, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა მაჩვა საქართველოში, რომელიც არის მწვანე ჩაის სასმელი და ამასთან ერთად ძალიან სასარგებლოა, როგორც აღმოჩნდა. ჩემი ამერიკის ბლოგები, ვისაც გაქვთ ნანახი, ალბათ გემახსოვრებათ, როგორ ოდის გავსინჯო პირველად მაჩვა. განსაკუთრებულად სიმართლე რომ ვთქვა, მე პირადად არ ვიშტები, თუმცა მგონია რომ სახლში მომზადებული და საკუთარ გემოვნებაზე მორგებული ბევრად უფრო გემრიელი იქნება და რაც თავარია ბიუჯეტური იქნება, იმიტომ რომ მაჩვა საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება არის ყოველდღიურად მისაღებად. ასევე რა თქმა უნდა სახლში მომზადებული ბევრად უფრო ხარისხიანიც იქნება, იმიტომ რომ გეცოდინებათ კონკრეტულად რა პროდუქტები იქნება თქვენს სასმელში. მაჩვას მოსამზადებლად ასევე გარდა იმისა, რომ გემრიელია და სასარგებლოა, განსაკუთრებული წესი აქვს მომზადების, ესე ვთქვათ, რიტუალი, რომელიც ძალიან საინტერესო და სახალისოც არის და ხელით ხდება ხოლმე ზოგადად მაჩვას მომზადება. ესეთი ფუნჯი ჭირდება თავის ჯამთან ერთად, ასევე რა თქმა უნდა მაჩვაც და ესეთი ნაკრები იყიდება Amazon-ზე, რომლის ლინკი შეგიძლიათ ჩემს აღწერაში ნახოთ. და მგონია რომ იდეალური არის სასაჩუქრად ისეთი ადამიანებისთვის, რომელსაც მოსწონთ განსაკუთრებით მაჩვა. ახლა გადავალთ ტანსაცმლის კატეგორიაზე. ზოგადად ტანსაცმლის არჩევა მგონია რომ ძალიან რთულია სასაჩუქრად, თუ რა თქმა უნდა ძალიან ახლობელი ადამიანი არ არის და იცით კონკრეტულად რა სტილის ტანსაცმელი მოსწონს და რა ზომის, რა თქმა უნდა. თუმცა არის რამდენიმე ნივთი, რომელიც მგონია რომ სასაჩუქრად განსაკუთრებით საახალწლო პერიოდში არის იდეალური. ერთ-ერთი არის ქუდი და სტანდარტული ქუდები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს, რომლებიც შეგიძლიათ რომ აირჩიოთ. თუმცა პირადად ჩემ ვიშლისტში არის Polo Ralph Lauren-ის ეს კონკრეტული მოდელი. ზოგადად Ralph Lauren-ის ძალიან ბევრი ლამაზი რაღაცები შეგიძლიათ აირჩიოთ მათ ვებსაიტზე, ასევე Macy's ვებსაიტზე, სადაც შედარებით უფრო დიდი ფასდაკლებები არის ხოლმე.
ზოგადად Ralph Laurenis სტილი განსაკუთრებით მოდაში შემოვიდა წელს და განსაკუთრებით საახალწლო პერიოდში და ტანსაცმლის გარდა ასევე დეკორაციებში ძალიან ტრენდული არის წელს Ralph Lauren-ი და ესე ვთქვათ ნოსტალგიური შობა ახალი წელი და ეს კონკრეტული ქუდი ჩემი აზრით ძალიან ულამაზი არის და ძალიან ბევრ სხვადასხვა აუთფიტს მოუხდება ამასთან ერთად რაღაცნაირი საახალწლო განწყობასაც მიქმნის და თან მგონია რომ ცოტა თბილიც იქნება, იმიტომ რომ არის შედარებით უფრო სქელი ნაჭრის. და კიდევ ერთი ნივთი ტანსაცმელი, ესე ვთქვათ, რომელიც სასაჩუქრად მგონია რომ იდეალური არის საახალწლო პერიოდში, არის პიჟამოს სეტი და ჩემს ვიშლისტში დღეისთვის არის Skims's სხვადასხვა სეტები. ზოგადად Skimsy ძალიან მომწონს, როგორც ბრენდი. მაქვს Skims's ბოდე, რომელსაც ძალიან ხშირად ვიყენებ ხოლმე და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი ხარისხია. მაღაზიაში ვიზიტის დროს მომეწონა რამდენიმე ვარიანტი, თუმცა ახლა უკვე საახალწლო კოლექციაც არის დამატებული მათ ვებსაიტზე და ასევე საფხულის კოლექციაზე არის ფასდაკლება. რა თქმა უნდა, შედარებით უფრო მაღალბიუჯეტური საჩუქარია, თუმცა ძალიან გაუხარდება დარწმუნებული ვარ თქვენს ადრესაც. ამ თემატიკას მივაყოლებ აქსესუარს კიდევ ერთს, რომელიც ახლახანს დავამატე ჩემს სიაში. მოლში ერთ-ერთი ვიზიტის დროს თვალში მომხვდა ერთ-ერთი ბეჭედი, რომელმაც გამახსენა როგორ მომეწონა ადრე ემილი რადაკოვსკის ნიშნობის ბეჭედი. არ ვიცი თქვენც თუ გაქვთ ნანახი, ესე გამოიყურება. ამ ბეჭდის სტილს ეწოდება ეს სახელი, რომლის გამოთქმას არც შევეცდები, იმიტომ რომ არ მინდა რაღაც დავიმახინჯო. ძალიან მომწონს ესეთი სტილის ბეჭდები და ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა ჩემი კოლექციისთვის რომ შევემატებინა, ამიტომ ჩავწერე ჩემს სიაში. ძალიან ბევრი სხვადასხვა ვარიაცია არსებობს ამ ბეჭდის, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში ბიუჯეტის გათვალისწინებით ასევე შეიძლება ვერცხლის იყოს ეს ბეჭედი, ოქროც მოოქროვილი ან ოქროსი და ასევე ბევრი სხვადასხვა თვალი შეიძლება რომ იყოს, რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ, რომ ასევე ძალიან ლამაზი არის ორი სხვადასხვა ფერის კომბინაციაც. ის ბეჭედი, რომელიც მე ვნახე თბილისში, იყო ვარდისფერი და თეთრი ცირკონით, ულამაზესი იყო მართლა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც არ შევიძინა, იყო ის, რომ ვერცხლისფერი იყო და ჩემს აქსესუარებს მოკეთ არ მოუხდებოდა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მომეწონა და რამდენიმე ვარიანტი ვიპოვე Amazon-ზე. ლინკი იქნება აღწერაში, რა თქმა უნდა. ეს მოდელი ყველაზე მეტად მომწონს, თუმცა ასევე იგივე ბრენდს აქვს ბევრი სხვადასხვა ფერის კომბინაცია, ყველა აბსოლუტურად არის ულამაზესი. და აქსესუარების თემა რომ გავაგრძელო, კიდევ ერთი ნივთი, რომელიც დავამატე ჩემს სიაში, შარშან, თუმცა საბოლოო ჯამში აღარ შევიძინე, იმიტომ რომ ცოტა სარისკო არის და რაღაც ჩემს სტილს მგონია რომ ძალიან არ უხდება, თუმცა როგორც ვიცი არის უკომფორტულესი, არის Axis ეს მოდელი. ზოგადად აგები მქონდა ბავშვობაში, რა თქმა უნდა, როგორც ყველა ჩვენგანს, თუმცა ეს არის შედარებით უფრო ახალი ვარიაცია, რომელიც რამდენიმე წლის წინ შემოვიდა უფრო მეტად მოდაში და გახდა ტრენდი და დიდი ხანია ვუტრიალებ, თუმცა ვერ გადავწყვიტე ვერასდროს შეძენა იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცი რამდენად გამოვიყენებ, თუმცა ძალიან მომწონს, ვფიქრობ, რომ წელს შეიძლება იყოს საბოლოოდ ის მომენტი დადგეს, როცა შევიძენ ამ ფეხსაცმელს. ბევრი სხვადასხვა ბრენდი აწარმოებს მსგავსი სტილის ფეხსაცმელს, რა თქმა უნდა, აქაც ბიუჯეტის გათვალისწინებით შეიძლება მაგალითად Steve Madden-ის ვარიანტის ან ორიგინალი Axis შეძენა. ეს განსაკუთრებით მომწონს ეს მოდელი სხვა მოდელებთან შედარებით. თუმცა არ მომწონს ის, რომელიც არის პლატფორმაზე, მგონია რომ ცოტა ზემოთია. და ახლა რომ გადავიდე შედარებით მაღალი ღირებულების პროდუქტებზე, რომლებიც არის ტექნიკა ძირითადად. პირველი ნივთი, რომელსაც არ ვიცი, ალბათ ყველაზე მეტად ამ სიაში რომ არ მქონდეს, ეს საჩუქარი გამიხარდებოდა, ეს არის Kindle. ზოგადად კითხვა ვისაც უყვარს იმისთვის მგონია რომ აუცილებელი ნივთია, არ ვიცი როგორ არსებობდი იქამდე, იმიტომ რომ ალბათ წელიწადში ერთ ან ორ წიგნს ვკითხულობდი ხოლმე.
ისიც თუ ვიპოვიდი რამე ისეთ საინტერესოს, რომ ბოლომდე მიიყვანის სურვილი მქონოდა და Kindle-ის საშუალებით ნებისმიერ წამს, ნებისმიერ ადგილას შემიძლია შევიძინო ახალი წიგნი, რომელიც დამაინტერესებს. ასევე Kindle-ს აქვს Kindle Unlimited subscription-ი, რაც გულისხმობს იმას, რომ თვეში იხდით რაღაც კონკრეტულ თანხას, თუ სწორედ მახსოვს არის $10 და წვდომა გაქვთ უფასოდ უამრავ წიგნზე, ძალიან ბევრი საინტერესო წიგნი არის ამ ესე ვთქვათ subscription-ის ფარგლებში შესული და უნლიმიტოდ შეგიძლიათ წაიკითხოთ, რაც არის ძალიან კარგი შეთავაზება ჩემი აზრით, იმიტომ რომ წიგნები ზოგადად ძალიან ძვირი ღირს, საშუალოდ ერთი წიგნი ღირს ხოლმე იგივე ფასი, რასაც ვიხდით თვიურ subscription-ში და თვის განმავლობაში შემიძლია 3, 4, 5 წიგნის წაკითხვაც კი მოვასწრო და მოკლედ, მგონია რომ იდეალური საჩუქარი არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს კითხვა და იმისთვისაც, ვისაც არ უყვარს კითხვა, იმიტომ რომ Kindle-ის დამსახურება არის ამდენს რომ ვკითხულობ რეალურად დღეს. ამასთან ერთად გაგიზიარებს თან ჩემს საყვარელ წიგნებსაც. ზოგადად ძალიან მიყვარს კითხვა ისეთი წიგნების, რომლებიც მაძლევენ საშუალებას, ასე ვთქვათ, ახალ სამყაროში გადავეშვა და შესაბამისად ჩემი საყვარელი ჟანრი არის რომანსი, ანუ romantic fantasy. და ორი წიგნი, რომელსაც ჩემს ტოპ წიგნებში შევიყვანდი, აუცილებლად არის Fourth Wing და აკუტარი, რომელიც ალბათ გაგებული გექნებათ თუ ვინმე მსგავს, ესე ვთქვათ, ჟანრში შედარებით ჩახედული ხართ, ანუ A Court of Thorns and Roses. ორივე წიგნი არის სერია, ანუ რამდენიმე წიგნისგან შედგება. მოკლედ, ორივე წიგნი არის უკარგესი, თუ მსგავსი ჟანრი გაინტერესებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ორივე. არც ვიცი, რომელი უფრო საინტერესო და კარგი არის ჩემთვის, ორივე განსაკუთრებულად მიყვარს. Fourth Wing-ის სერიაში არის ჯერჯერობით 3 წიგნი გამოშვებული და მეოთხეს ველოდები სულ მოუთქმელად. და აკოტარის შემთხვევაში არის 4 თუ 5 წიგნი, ზუსტად არ მახსოვს. ალბათ ორივე სერია ჯამში ერთ კვირაში წავიკითხე, იმდენად საინტერესო და განსაკუთრებული ისტორიები არის და იმდენად კარგი გასართობია. თუ რამეს გაითვალისწინებთ, ალბათ ტოპ საჩუქარი, რომელიც შეიძლება რომ აჩუქოთ ადამიანს, ვისაც უყვარს კითხვა, არის Kindle. 3 იუთი დამრჩა, რომელსაც გაგიზიარებთ ჩემი სიიდან. ესენი უფრო შედარებით ძვირიანი არის, როგორც Kindle-ისგან განსხვავებით ეს 3 იუთი არ მაქვს. პირველი არის iPad-ი, მსგავს თემატიკაში რომ გავაგრძელო პლანშეტების. ზოგადად iPad-ი მინდა თავის კალამთან ერთად, რომელიც მოყვება, იმიტომ რომ ხატვისთვის მგონია რომ ძალიან კომფორტული და კარგი იქნება. ისედაც უნივერსიტეტში სიარულის დროსაც ვფიქრობდი, რომ ძალიან გამომადგებოდა iPad-ი რომ მქონოდა კონსპექტებისთვის, ნოუთების ჩასაწერად და ასე შემდეგ. მაღალი ბიუჯეტის საჩუქარია, თუმცა თუ ვინმეს გახარება გინდათ და გაქვთ ამის შესაძლებლობა, არის ძალიან კარგი საჩუქარი. iPad-ის იდეა გამიჩნდა პირველად მაშინ, როცა გადავწყვიტე, რომ ძალიან მინდოდა მესწავლა ესკიზების ხატვა ტარსაცმლის და უკეთ ამისთვის დიზაინების შესაქმნელად ვფიქრობდი, რომ iPad-ი გამომადგებოდა და სწორედ ამ თემატიკას მიყვება მეორე ნივთი, რომელიც ასევე ჩემს სიაში არის და ეს არის საკერავი მანქანა. ეს შედარებით უფრო ნიში ინტერესის მქონე ადამიანებისთვის არის, რა თქმა უნდა, თუმცა თუ ისეთი ადამიანი გყავთ გარშემო, რომელსაც მოსწონს ძალიან მოდა და ფიქრობს და აინტერესებს მოკეთ ეს მიმართულება, მგონია რომ საკერავი მანქანა ძალიან საინტერესო და გამოსადეგი, ესე ვთქვათ, საჩუქარია. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ ეს უბრალოდ ჩემი სია არის, რომელსაც გიზიარებთ, რომ იქნებ რომელიმე თქვენგანს გამოადგეს ინსპირაციისთვის და საჩუქრის ასარჩევად, ან საკუთარი თავისთვის საჩუქრის გასაკეთებლად. და ბოლო ნივთი, რომელსაც გაგიზიარებთ და რომელსაც ასევე ძალიან დიდი ხანია ვუტრიალებ და მაინტერესებს როგორია, არის Oura Ring, რომელიც არის ჭკვიანი ბეჭედი. შედარებით უფრო მაღალფასიანია, როგორც ვთქვი, თუმცა მგონია რომ ძალიან გამოსადეგი იქნება ყველა ადამიანისთვის და განსაკუთრებით ქალებისთვის, გასაკონტროლებლად, იმისთვის რომ არაფერი გამოგრჩეს, რაც შეიძლება რომ შინაგანად გვაწუხებდეს, ესე ვთქვათ, ორგანიზმში. იქნება ეს წნევა,
პულსი, სტრესის დონე და ასე შემდეგ ყველაფერი, მოკლედ საოცარი რაღაცები გამიგია ამ ბეჭედზე და ძალიან მაინტერესებს. უბრალოდ ერთადერთი რაც ასევე უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ ბეჭდის ფასთან ერთად სჭირდებათ ყოველთვიური subscription-ი, რომელიც არ ვიცი ზუსტად რა ღირს ამიგოტყუებთ, რაც მგონია რომ ცოტა ცუდია, იქიდან გამომდინარე რომ საკმაოდ ძვირი ღირს თვითონ ბეჭედიც, თუმცა ის ისტორიები რაც გამიგია ამ ბეჭედთან დაკავშირებით, ძალიან შთაბეჭდავია. როგორც გითხარით, ყველაფერი რაც ახსენე და რაც ვისაუბრე იქნება აღწერაში, შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა ვარიაციებით. ასევე არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა და ამ ვიდეოს დალაიქება და დაკომენტარება იმ შემთხვევაში თუ მოგეწონათ, იმისთვის რომ მომავალშიც არ გამოგრჩეთ მსგავსი ვიდეოები. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ. იმედია საინტერესოა თქვენთვის ისეთი საახალწლო თემატიკის ვიდეოები და აუცილებლად გამიზიარეთ კომენტარებში თქვენთვის რა არის ყველაზე სასურველი საახალწლო საჩუქარი. დიდი მადლობა რომ მიყურეთ და დროებით.